მაქვს პატივი წარგედგინათ ნინა მიჩილაშვილი, მუსიკოსი მომღერალთა ოჯახიდან. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახს მუსიცირების დიდი ტრადიცია აქვს, თავად ნინა მუსიკის პროფესიონალური შესწავლა შედარებით გვიან დაიწყო და მე გადავინაცვლებ ნინასთან და უფრო უკეთესად გაგაცნობ ნინას. ნინა მელოდება უკვე არის და მოგესალმებით ნინა. მოგესალმებით, შუადღემშვიდობის, მადლობა. როგორ ხართ? კარგად, მადლობა, ძალიან მიხარია რომ ჩემთან ერთად ხართ, იმიტომ რომ მე შენ ძალიან განსაკუთრებულად მიყვარხარ და შენი პირველი მოსმენა იყო, ჩემ არასდროს არ დამავიწყდა მართლა როდესაც პირველად მოგისმინე და მოდი დავიწყოთ. შენი მუსიკისადმი სიყვარული როგორც ვთქვი, შენი ოჯახიდან მოდის. კი, თუმცა გვიან გადაწყვიტა რომ მუსიკასთან შეხება უნდა გქონოდა და მოგვიყევი როგორ და როდის გადაწყვიტა ეს? ხო, ოჯახიდან მოდის, თავიდან სულ პატარაობიდან მამას სახში არ იყო ხოლმე, კი მამასგან უფრო გვიან მოდის ეს უფრო სიახლოვე მუსიკასთან, მაგრამ აი დედა მასწავლიდა სულ სხვადასხვა სიმღერებს, მე ცოტა ხმებში გაშლა დავიწყეთ რაღაცა ესე სახში სულ. ნუ სიმღერა არ მაკლდა არასდროს და მე უკვე გვიან რაღაც მამას თუ დაუყვებოდი ხოლმე რეპეტიციებზე, იქ ხალხურს ვღერო და იქ ცოტა კლასიკა, იქ მე ჯაზში გადავიდა და ესე აი რაღაც თითქოს ყველა ჟანრთან მქონდა რაღაც ჩემი დამოკიდებულება და ესე ნელ-ნელა მივხვდი რომ ეგ იყო რაც უნდა მეკეთებინა და იყო დაახლოებით 14-15 წელს ასაკში როცა ვთქვი რომ მამღერად და სტუდიაში შემიყვანეს და დედამ თქვა რომ მობეზრდება ალბათ და იკმარებს და მე ვთქვი რომ არა კონსერვატორიაში მე ჩავაბარო თქო და შევედი მუსიკალურში ვიარე 1 წელი ფორტეპიანოზე და როგორც პირველი კლასელი ბავშვი ეგრეთ ავდიოდი 15 წლის ასაკში და მე უკვე დავიწყე პირდაპირ მომზადება ჩასაბარებლად. კი ბატონო, როგორც ვიცი კონსერვატორიაში ჯაზის ფაკულტეტზე გადაწყვიტე ჩაბარება და რატომ აირჩიე ეს? კი, აი ზუსტად მაგ პერიოდში მამას რო რეპეტიციებზე დავყობოდი. გამოჩნდა ჯგუფი The Georgian Six. ეხლაც სადაც მამა შენი? კი, მამა სადაც მღერის და აი ეგენი არიან ჯაზში და ნუ იქ ხალხურშიც ვიყავი, იქაც ვიყავი და აი ყველაზე მეტად აი ეგ მომწონდა რა რომ უყურებდი და მანამდეც უგუსმენდი რაღაც ფრენკ სინატრას და ელა ფიცჯერალდს. ელა ალბათ მაინც ხო და ესე რა ნელა გადავწყვიტე რომ ჯაზი იყო ყველაზე ახლო ჩემთვის და დავიწყე მზადება ჯაზზე ჩასაბარებლად. რომელ კურსზე ხარ? მეორეზე. ყავს ჯაზ ბენდიც. რომ მოგვიყვე როგორ და როდის შექმენი ეს ბენდი? ჯაზ ბენდი შეიქმნა წელს გაზაფხულზე. ეს რაღაც მიზანი გქონდა რომ ჯაზ ფესტზე გვინდა და ძალიან მოხვედრა და შევქმნით ეს ჯაზ ბენდი და ძალიან მოკლე დროში დავამუშავეთ ეს რაღაც რეპერტუარი და მოხვდით იქ და რაღაც ძალიან დიდი მოწონება ჰქონდა ეგრევე, იმიტომ რომ მე რაღაც საჩუქარი გადმოგცეს ვიღაცებმა, სულ რო ხვდებოდნენ რაღაც კარგები ხართ და აი ძალიან მადლობელები ვართ მართლა, იმიტომ რომ ახალბედები ვიყავით, არ ვიყავით იქამდე არასდროს გამოჩენილები და ესე პირდაპირ შეგვიშვეს იქ და ძალიან დიდი ის იყო ჩვენთვის ემოცია. მადლობა ერთად. მოგვიყევი შენ სიახლეებზეც და სამომავლო გეგმებზეც რას აპირებ? სიახლეები ესეთი ჯერჯერობით არ მაქვს, ნუ პროექტებს და რაღაც ეგეთებს რაც შეეხება, რაღაც სიმღერებზე ვმუშაობ, რასაც ეხლა ჯერჯერობით მეტყვი, საკუთარი არა. აჰა, საკუთარზე არა, უფრო ჩაწერა ალბათ და ესეთი რაღაცები და არ ვიცი, საზღვარგარეთ სწავლა, ალბათ გაცვლითი პროგრამები და ასე შემდეგ, ეგენი მაქვს ჯერჯერობით ხედველობაში და მე ვნახოთ. გადასარევი, დღეს ვიცი რომ შენ მარტო არ ხარ მოსული, შენს მეგობართან ერთად საბა ედილოშვილთან ერთად ხარ, რომელიც აკომპანიმენტს გაგიწევს და შეგვისრულებთ რა სიმღერას? ხარი კლავარხებს. კი ბატონო, მე დაგტოვებ, გადავინოცვლ მოგესალმები, დაბრძანდი, მე გადავინოცვლებ ჩემს სამყაროსთან ერთად და ვუსმენთ.